YouTube-ს გამომაჯოს, მოგესალმებით, მონადირეებო, მოგესალმებით. ჩვენი არხის გამომწერებო. ხო გახსოვთ ეს ოქონდა შირინსკი შიხმატოვის ტყუის ჩამოსასხმელი ფორმა. ამ შირინსკი შიხმატოვებზე ჩვენ ძალიან ბევრი ვიდეოები გვაქვს გაკეთებული. ამას ორი მატრიცა მოყვებოდა და აკეთებდა ესეთ ჯურიანს და რა ქვია ექსპანსიურ მონოლითურ ტყუებს. ფაქტიურად შაშამდე წელს ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი ვიდეოები ამ შირინსკი შიხმატოვთან დაკავშირებით. ხო და სულ იმას ვდარდობდი, რომ ბევრი რაღაცეების შეძენა და ჩამოტანა ვერ მოვახერხეო და მე რომ გპირდებოდით კიდე გუშინაც რო ვიდეო იყო ჩვენი ჩოკები რო ჩამოგვივიდა მის პარადოქსი ნარეზიანი სპეციალურად ტყუისთვის ეს იმიტომ შევიძინეთ რომ კიდე კაი სიურპრიზებს ველოდებოდით და ეს სიურპრიზები დღეს ჩვენამდე მოვიდა და უყურეთ მოვიდა მაგრამ რა მოვიდა ეს ერთი ეს ორი და ესეც მესამე სათითაოდ ახლა მოგიყვებით ყველას შესახებ დავიწყოთ აქედან ეს არის ტყვია ტახოს ფორმა ამას ერთი მატრიცა აქვს იმიტომ რომ ეს მხოლოდ ერთნაირი მზადდება აქ სადღაც გამოჩნდება ახლა ამ ტახოს ტყვის სურათიც და მე ალბათ მივუცხებთ ფერად მეტალურგიას და დავიწყებთ ამის ჩამოსხმას, სროლებს, ტესტირებებს, გადაღებებს და ფაქტიურად ძალიან დატვირთული გვექნება წლევანდელი წელი. ამ ვიდეოებით, რომ საჩუქრად რაღაც ესეთი სიმბოლური სტიკერებიც მოყვა. ესე ჯდება ეს ამ იმაში. ნახეთ, ესე იხსნება. დაჯდება მერე ჩაიკეტება აქ ჩაასხა გამდნარ ტყვიას და გამოდის უკვე გამზადებული. ამ ტახოზე რა შემიძლია ახლა თეორიულად ჯერ მინდა ის თქვა რომ საერთოდ მიჩნეულია რომ ტყვია რომელსაც აქვს უდიდესი დამანგრეველი ძალა და უდიდესი ექსპანსიურობა აქვს და პრაქტიკულად რიკოშეტი არა აქვს ამ ტახოს ტყვიას. ნახოთ აბა რა გამოვა და რა შედეგებს მოგვიტანს. სავარაუდოდ ამის გასროლა მოხდება ან ცილინდრით, ან იმით რა ქვია, 4-ჭრილიანი 0.25-ით. არ მგონია რომ პარადოქსით მოხდეს ამის გასროლა, თუმცა მაგასაც ვთვლით და რა შედეგიც გვექნება მაგასაც გაჩვენებთ. ეს ერთი. შემდეგ მეორე არის გრიზლი. გრიზლიც ერთ-ერთი ის არის რა ქვია უძლიერესი ტყვია, შეიძლება ითქვას რომ შირინსკი შიხმატოვს არაფრით არ ჩამოუვარდება. აქ უკვე გვაქვს ორმატრიციანი ვარიანტი, ისევე როგორც ქონდა გრიზლი იმას შირინსკი შიხმატოვს. ანუ ჩვეულებრივი ექსპანსიური და აქ უკვე ჯვრით არ არის, ეს უკვე სამნაწილად არის გაყოფილი, სამნაწილიანი. პრინციპი იგივეა, ჩაჯდება, ჩაკეტავ, ჩამოასხავ და მერე მოხსნი. ამ იმაზე რა ქვია გრიზლის ტყვიაზე პირდაპირ იყო რეკომენდაციები რომ ეს არისო პარადოქსის ჩოქით სასროლიო. ხო და ვნახოთ. ამ სამ შემთხვევაში შირინსკი შიხმატოვი ეს ტახოც და გრიზლის ტყვიებიც ბიორის პირზე მაგრდება ეგრეთ წოდებული სამარეზით. აქ გრიზლის სურათებსაც გაჩვენებთ, ეხლა ცალკე გამოჩნდება სადმე აქვე და აწყობის პრინციპსაც მიხვდებით. თავარია რომ ტყვია ზუსტად დაცენტრება მოხდეს ბიორის პირზე და შემდეგ მოხდება მისი სამარეზით დამაგრება. ანუ ეს ბიორის პირი მთელი გასროლის მთელ ტრაექტორიაზე მიყვება ტყვიას და ეგრეთ წოდებული ხვასტავიკის, ანუ ბოლო დამაბალანსებელი ფრთების როლსაც ასრულებს, რომ ამ ტყვიებმა უთო არ გააკეთოს და სწორად შუბლით მივიდეს სამიზნემდე.
ეს რაც შეეხება გრიზლის. და შემდეგი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და ასე ვთქვათ დიდი სიმპათიის მქონე ტყვია ეს არის ლაიმანის საბოტი. სოკოს ფორმა რო აქვს ეს საბოტია. აქაც დაახლოებით იგივე თემა, ოღონდ განსხვავებით იმ ფორმებისგან ამას უკვე მოყვება 4 ცალი მატრიცა. 4 მატრიცა, ეხლა აქაც გამოვაჩენთ ჩვენ საბოტის იმას რა ქვია სურათს. მაგერა წერია 30, ანუ ამით იმზადება 30 გრამიანი. 28, ანუ 28, 30, აქაც წერია 32 და 34 გრამიანი ტყვიების ჩამოსხმა შეიძლება ამით. ეს საბოტებიც გამოჩნდება სურათში და ნახავთ იყო კიდე ესეთივე მეხუთე მატრიცაც მოყვებოდა 40 გრამიანი, მაგრამ ის უკვე რა ვიცი 40 გრამიანი მარტო ტყვის თავი სრული ანომალიაა და ჩავთვალე რომ 40 გრამიანი არ გვჭირდებოდა. სავსებით საკმარისია 28-დან 34-ის ჩათვლით ყველანაირი მას შეასრულებს ამოცანას გადაწყვეტს რაც გვინდა და რისთვისაც ჩვენ ვამზადებთ ამ იმას. ხო, განსხვავებით იმ სამისგან ამ მეოთხეს, ეს მეოთხე არის ქვეკალიბრული და ეს უკვე თავსდება პიშ კონტეინერში, ყოველგვარი სამარეზის და ვინტების გარეშე. პირდაპირ ფორმა ისეთი აქვს და ისეთი ბოლო აქვს, რომ თვითონ უკეთებს თავის თავს სტაბილიზაციას და ისე მიფრინავს სწორად. მე ესენი ადრე მქონდა უკვე გამზადებული საბოტები ჩამოტანილი, თუ აქვს ვწდები 30 თუ 30 გრამიანები, ახლა გრამაჟი ზუსტად არ მახსოვს. ხო და ძალიან მაგარი შედეგი ჰქონდა, რო ვისროდით. ეს 4 ტიპის მთელი არსენალი გვაქვს უკვე. აქამდე მარტო შირინსკი შიხმატოვი ჰქონდა და ახლა ეს 4 ცალი გვაქვს და სპეციალურად ამ ტყვიებისთვის იქნა ჩოკი პარადოქსის ჩამოტანა აუცილებელი. ეს მოკლე ვიდეო რაც მინდოდა მე თქვა. ძირითადი რასაც ველოდებოდი ყველაფერი ჩამოსულია უკვე. ასე პატარა წვრილმანები დარჩა და მე მაგასაც რომ მივიღებთ, მაგაზეც გეტყვით ცალკე ვიდეოებს გადავიღებთ. სპეციალურად შევიძინეთ დიდი მარაგი გვაქვს ამ კაბელის ტყვის, რბილი ტყვის, უმჯობესია რომ დამზადდეს და კიდე რა ხო ნუ ალბათ როგორც კი მოვახერხებთ დავიწყებთ ამ ტყუების ჩამოსხმას და მე თუ ვინმეს მოეწონება უკვე შეიძლება ამ ტყუის ჩამოსხმა უკვე შეკვეთითაც. სულ ეს იყო დღეს რაც მინდოდა მეჩვენებინა და მე თქვა თქვენთვის ამ დღეებში კიდე ვაპირებ ალბათ სანამ სეზონი დაიხურება კიდე გავიდეს სანადიროთაც გავიდე და ის ახალი უჟანგავი ფოლადისის რომ არის ნახრეტებიანი კიქსის ანალოგი ის ჩოკი გამოვცადო პოლუ ჩოკი ასე ვთქვათ ნახევარი ჩოკი 0.5-იანი სამჭრილიანი და ცალკე ალბათ სატესტო გასრულებიც გვექნება ვიდეოს გადავიღებთ მაგაზეც სამიზნეზე როგორ ახდენს საფანტის მიტანა და განაწილებას. სულ ეს იყო დღევანდელი დღის მოკლე ვიდეო. აბა კარგად იყავით. თხოვნა იქნება რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და მოიწონოთ და კომენტარებიც დაგვიტოვოთ, იმიტომ რომ ეს საშუალებას აძლევს არხს განვითარებაში, უფრო ხშირად გამოჩნდება ვიდეოები რეკომენდირებულებში და ყველა იმ ხალხს განსაკუთრებული მადლობა, ვინც ჩვენი არხი გამოიწერა, გვერდში გვიდგას თავიანთი აქტიურობით და ჩვენი არხი ვითარდება და წინ მიდის. კარგად იყავით, აბა დროებით. სულ რაღაცა მავიწყდება ხოლმე რო თქვა. ესე იგი
შესაბამისად ამათთვის დენტი მომარაგებული გვაქვს. დენტი გვაქვს რამდენი 3 თუ 4 ტიპის. ხო, ცოტა გვაქვს. მაგ 3 შემორჩენილი CSB1 ცოტა გვაქვს სოკოლი შემორჩენილი, ნუ ეს ძველი მარაგებიდან არის და შედარებით ხო, ძველი მარაგიდან ასევე გვაქვს ნობელ სპორტის C7 დენტი. ხო და კიდევ გვაქვს ნობელ სპორტის D20. დენტის მარაგი ასე თუ ისე არის. ვნახოთ შემდეგ რომელ დენტზე და როგორ რაოდენობაზე გამოიღებს ეს უკეთეს შედეგს, ეს ტყვიის სროლა. სხვადასხვა მანძილიდან გვექნება გასროლები. სამიზნეებზე იქნება როგორც წყლის ბალონებზე, ასევე მის შეღწევადობაზე და დეფორმაციაზე. ამის დამატება მინდოდა. დროებით აბა კარგად იყავით.